მოგესალმებით. რას დაკარგავს საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის დაკარგვის შემთხვევაში? ძალიან ბევრ ამას დაკარგავს. კერძოდ, ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს პერსპექტივას მიიღოს ევროპული განათლება და ეს მიღებული განათლება ისევ საკუთარ სამშობლოს მოახმაროს. ბევრი ადამიანი დაკარგავს საშუალებას შეხვდეს თავისთვის საყვარელ ადამიანებს. კონკრეტულად ამ შემთხვევაში მე ვლაპარაკობ იმ ქართველებზე, რომლებიც ევროკავშირში არალეგალურად ცხოვრობენ და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ძალიან ბევრი ადამიანია ესეთი. ასეთ ადამიანებს არ აქვთ საშუალება წავიდნენ საქართველოში და მოინახულონ საკუთარი ოჯახები, რადგანაც მათ არ აქვთ ევროკავშირში ლეგალურად ცხოვრების უფლება. და ოჯახის წევრები საქართველოდან ჩამოდიან ასეთი ადამიანების სანახავად. ეს ადამიანები დაკარგავენ საშუალებას თავისი ოჯახის წევრები ხშირად ნახონ. სამწუხაროდ საქართველოში ბევრია არასწორად დასმული დიაგნოზების და არასწორად ჩატარებული მკურნალობების შემთხვევები და ბევრი ადამიანი, ვისაც ონკოლოგიური დაავადებები ან იშვიათი დაავადებები აქვთ, თავს შველია სწორედ ევროპის ქვეყნებში გაქცევით. მე ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, რომ ადამიანებმა უბრალოდ აიღეს ერთი გზის ბილეთი, ასეთმა ადამიანებმა, ავადმყოფმა ადამიანებმა აიღეს ერთი გზის ბილეთი და ჩამოვიდნენ გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ჩაბარდნენ ლტოლვილად და თავს უშველეს. მათ მიიღეს კვალიფიციური მკურნალობა და თავი გადაირჩინეს. ისინი ჯანმრთელები არიან დღეს. და ასეთი ადამიანები დაკარგავენ ასეთ შესაძლებლობას. რადგანაც ვიზის ლოდინმა შეიძლება ძალიან დიდხანს გასტანოს და უბრალოდ ამისთვის ავადმყოფ ადამიანს ფიზიკურად დრო არ ეყოს, რადგანაც ბევრ შემთხვევაში საათები და დღეები წყვეტს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის საკითხს. პლუს, რაც ჩემთვის, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის ძალიან მტკივნეულია, საქართველოს დაკარგავს უკვე მიღწეულს ვიზა ლიბერალიზაციას და ალბათ შესაბამისად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც. და ეს არის ძალიან მტკივნეული ჩემთვის, რადგანაც ამას ესწრაფოდა საქართველოს მოსახლეობის ბევრი გენერაცია. ჩემი ბებია-ბაბუები, თქვენი ბებია-ბაბუები, მათი ბებია-ბაბუები ესწრაფოდნენ, რომ საქართველოს შეერთებოდა თავის ისტორიულ ადგილს, სამშობლოს ევროპას. და ჩვენ უკვე მიღებულ სიკეთეს ვკარგავთ, ჩვენ ვკარგავთ პერსპექტივას, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ევროკავშირისა, სადაც არ არის ომი, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია და სადაც ადამიანი უსაფრთხოდ გრძნობს თავს და ის გრძნობს თავს ღირებულად. და ჩვენ ამ პერსპექტივას დავკარგავთ. ეს იწვევს აგრეთვე იმასაც, რომ ჩვენ აღმოჩნდებით ჩვენი ისტორიული მტრის რუსეთის წინაშე პირისპირ და ეს იქნება კატასტროფული შედეგების მომტანი საქართველოსთვის.